აფხაზეთი არ არის დიდი, რომ ასე ნაწილ-ნაწილ გაასხვისო. ბჟანია ხალხის წინააღმდეგ მიდის. ჩვენ ისედაც უმცირესობაში ვართ, სულ 50,000. ამ კანონებით ეთნოსი განადგურდება, რუსები წამებში იყიდიან ყველაფერს. ასე გავქრებით. ჩვენ აქ გვყავს ნათესავები, საერთო სისხლი გვაქვს. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერა აფხაზური ენა როგორც სახელმწიფო ენა. ესაა ჩვენი სახლი. მეტია გასაკეთებელი შერიგებისთვის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რომ ეს ინვესტიციები ქართველმა ინვესტორებმა შესთავაზონ. მაგრამ რამდენად არის ამისთვის აფხაზი ხალხი მზად არ ვიცი. მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს. ხელისუფლებამ თქვა, რომ მზად არის შესთავაზოს აფხაზებს დროშის შენარჩუნება, მთავრობის ყოლა, საკუთარი კანონმდებლობა, ენა, ჰიმნი. ეს საკმარისი უნდა იყოს. აფხაზებმა ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. თუმცა ამ იდეას ჰყავს ძლიერი მოწინააღმდეგე. აფხაზების ბრაზი დუღილს აღწევს და პროტესტი მწიფდება. გამოსვლები სავარაუდოდ საკურორტო სეზონის შემდეგ დაიწყება. როგორ იმოქმედებს მარიონეტი ბჟანია, რომელმაც აფხაზებში შიშის ფაქტორი გააჩინა, ეს ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ სოხუმის ცენტრში აქციის დაანონსებისთანავე ისევ სამხედრო ძალას გამოიყვანს და